ანუ რა მოხდა ორი სიტყვით რო გითხრათ? მე და ჩემს ზოყაცი ჩემს მაგა. ვინ ქცემა? მიზეზად მანქანა მიუშვეს და მაგაზე შელაპარაკება მოყვა და მაგრამ სემეს და ვაშველედი და მე მეც სემეს დახვალწელა რომ გამო. ცივი არაღი ქონდა. არანაირი. რამდენი იყავით? ორნი. აი რა საკის არის თქვენი მეგობარი რომელსაც წევს? რასე დავებოდნენ აი ეს გითხრათ? არ ვიცი მანქანა მიუშვეს და მაგას. ვინ მიუშვა მანქანამ? პოლიციელებთან მოუვიდა შელაპარაკება? აი ეს ფეხით მიდიოდა პერიოდზე იყო სამსახურიდან და სამსახურში მიდიოდა ფეხით. თქვენ რატო გცემეს? რატო გააჩერეს? დაჯახებას უპირებდნენ მანქანის. არა რატომ მომეშვია ეგ უთხრა ეგ ლაპარაკი იყო და სიო. რატომ გააჩერეს? რას ეუბნებოდნენ სამართალდამცავები? რა გახდა მიზეზი გააჩერეს? არ ვიცი ეგ რომ გამოვედი მაგდროს პერიოდზე მიდიოდა გასულ გამოჩენებები. ერთი წუთი თქვენ ცალ-ცალკე იყავით, ერთი წუთი გითხარით. ცალ-ცალკე ფეხშიც მაქვს. ნახეთ აქ ჩვენ ნახეთ კადრებში. გააჩერეს აი ეს. არა მე აქ მუშაობ. კადრებში ხუბი რომ დაიწყო მერე მიხვდებით. კადრებში ჩანს რომ ეს ადამიანი ძირს ყავდათ უკვე დაწვენილი. დახელბორკილებიც ქონდა, ხო შეკრული ქონდა ხე. ჯერ არ ქონდა შეკრული, მაგრამ მე არ ვიცი მე საკეთ გამომყარი საკეთ. და რომ მოვიდნენ უკვე სხვები მათ ცემეს? სულ ყველა. მანამდეც ცემდნენ სანამ სხვები მოვიდოდნენ? სხვასენდა ერთი. თქვენ გასაშუალებლად. და რას ეუბნებოდნენ? რატომ გცემთო? მე არ ვიცი მიზეზს. თვითონაც არ ეცოდინება დაწმენებული. ანუ გასაშუალებლად მივხვდით? გასაშუალებლად ჩემ მეგობარია და მივედი რა ხდება ვანეიტრალებდი სიტუაცია და გამოვიდაკეთე უკვე როცა ფიზიკური დაპირისპირება. თუმცა განეიტრალებული იყო ის უკვე ძირს ეწვინათ როგორც ვნახეთ, ხო? კი. და მაინც ცემდნენ. მე რომ მოვიდა ყველამ სცემა რა ვიცი. დაზიანებები სად აღინიშნება? თქვენც გაქვთ დაზიანებები, ხო? თავის არეში გაქვთ. ესეთი შეიძლება? ანუ რა მოხდა თქვენი არ აზრით? ვიცი. ესეც რა ვიცი, გამომიშვეს ფაქტია და თუ მეც დამნაშავეები ვიყავით, მე რაზე გამომიშვეს. ისინი ამბობენ რომ ცივი არაღი გქონდათო. რო გქონოდა, რა ვიცი, მოგე ჩხუბში ყველა ამ კადრების გასაჯაროების შემდეგ გამოგიშვეს უკვე რაც გავრცელდა. ეგრევე მოხჩხუბის მე გამიშვეს. ეხლა პოლიციაში ყავდით თქვენ? არა, არც. ის გადაყვანილია პოლიციაში? როგორ არის რა არ ვიცი. მდგომარეობა როგორია მისი რა ბოლოს როგორ ზანცუდად იქნება ჩემი აზრით. გადაიყვანა მე ესეთი რამ იქნეს და ესე დღეს ჩამაგდეს და სასტრაფო წაიყვანა? არ ვიცი, არ მინახე, მე მანამდე გამო. ბევრი ადამიანი ცემდა. რამდენი რო აღწერო ეს ზალადობა რო რა ხდებოდა რომ მოგვიყვა უფრო დეტალურად. ძალიან ვინც მოვიდა სუყელამს. რა ვიცი, თავიდან თვითონ განეიტრალება მიდიოდა, ვინც მოვიდნენ სუყელამ, რა ვიცი, გამოიძახეს სუყელამ ძალა იხმარა. დაჟე ეს არ იყო და რა ვიცი, ზედუ იმას შემთხვევით შევეცადეთ ყველაფერს და მეც დაინახე როგორც ვარ. შენი დაკავებაც ცადეს? ჩემი დაკავება არც უნდა. არ უნდა. გაუშვით. და მაგრამ მაინც გცემეს.
და მასთან რას რას გეუბნებოდნენ ეკავებოდნენ მას აი ეს თუ იცით რატო გააჯერქედა, ნუ და ეგეთი რაღაცები უძდელური სიტყვები რა, არ დაგინახოთ თუ საერთოდ, რა ვიცი. რატო გააჩერეს აი რას ეუბნებოდნენ რა ეს თუ გესწოდათ რას ედავებოდნენ მოვიდა და რომ მივედი მოკლაპარაკზე კი მითხრა რომ ხელი გამომიქნიაო ჩემ მეგობარმა მანქანა მომშვა და ხელი გამომიქნიაო ალბათ უთხრა რა საკეთებო და მანდ გამომდინარე და პოლიცია აქამდე ქონია კანონთან კონფლიქტი, რაიმე პრობლემა ქონია თქვენ მეგობართან? არას თქვენ მეგობარს უთხრა საქართველოს ბანკში მუშაობდა და ადვოკატს დაურეკავდა და მაგაზე უფრო გააგრესიულდნენ და საქართველოს ბანკის თანამშრომელია? თქვენი სახელი და თქვენი სახელი და გვარი გვარი ლაშა ბისონაშვილი